მოგესალმებით, მეგობრებო, ნერუ არის დღეს ისევ თქვენთან ერთად დავბრუნდით ისევ Mobile Legends-ის ახალი ვიდეოთი. დაიწყო ახალი სეზონი, დავბრუნდით ისევ Epic Rank-ზე და ამ სეზონის დაწყებასთან ერთად თამაში უამრავი სიახლე არის, ერთ-ერთი ძალიან მაგარი სიახლე არის. აი ეს ახალი გმირი, Kalia, იგივე Kalia დაუზახოთ, რაღაც ძალიან ბევრს დახტუნავს. კარგი, ხუმრობები იქით იყოს და ეხლა კიდევ ვისაუბროთ იმაზე, როგორ შეგვიძლია ეს გმირი ვიყიდოთ. ეს გმირი იყიდება ივენთის მეშვეობით, ამ ივენთში თუ ამ პასს ვიყიდით, ეგრეთ წოდებულს და ყოველდღიურ მისიებს შევასრულებთ, როგორც ივენთი უწყება ამ დაიმონდებს, რასაც გადავიხდით, უკან დავიბრუნებთ, მაგრამ თუ ჩემნაირები ხართ და არ გიყვართ ასე რომ თქვათ თამაშებში ფულის გადაყრა, ძალიან მარტივად შეგიძლიათ აი ამ ღილაკის მეშვეობით ეს გმირი იყიდოთ, მაგრამ სამწუხაროდ ამ წუთას არც ბათელ პოინტები არ მაქვს, ამიტომაც გმირს ვერ უყიდულობ, მაგრამ გმირის გატესტვა მაინც შეგვიძლია. ამიტომაც დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ზუსტად რა შესაძლებლობები აქვს ამ გმირს, როგორ შეგვიძლია ის გამოვიყენოთ და როგორ მუშაობს მისი სკილები და პასი. My power. Let me show you the real me. Kalia 128 გმირი ჩვენ საყვარელ Mobile Legends-ში. ის არის fighter support-ი, გამოიყენება roaming-ისთვის და მისი სპეციალობაა კონტროლი და სიცოცხლის რეგენერაცია, ანუ აღდგენა. ესე გამოიყურება ამ გმირის რეიტინგი, ხოლო ესე გამოიყურება ამ გმირის base stat-ები, შეგიძლიათ დააპაუზო და გადახიდო. კარგი, რაც შეეხება Kalias skills. Kalia პირველი skillit მიწას ურტყამს მუშს და ტალღას ქმნის და ამ ტალღის არეალში მოხვედრილ ყველა მოწინააღმდეგეს აყენებს 180 physical damage-ს და ასევე მისი მთლიანი physical attack-ის 70%-ს. ესე გამოიყურება მისი პირველი skillis cooldown-ი და damage-ი ლეველების მიხედვით. Kalias მეორე სკილი შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ, ის მოწინააღმდეგეს ეტაკება, მას ჰაერში წევს 0.6 წამის განმავლობაში და შემდეგ მიწაზე ანარცხებს, რა დროსაც ის 150 physical damage-ს უკეთებს მოწინააღმდეგეს და ასევე ის აკლებს 60%-ს მისი მთლიანი physical attack-ისას. მეორე სკილის მეორე ნაწილს რაც შეეხება, თუ ამ სკილით დავეტაკებით კედელს, ან ტურენს, ან ნებისმიერ მყარ ობიექტს, ის ჰაერში ესეთნაირად ფრინდება, იგივენაირად ფრინდება ის ჰაერში, როდესაც თავისივე დატოვებული წყლის კიდეს მიახტება და ჰაერში აი ესეთნაირად მოკლედ ვთქვათ, ცოტახნით ჩერდება. მას შემდეგ რაც ამ სკილით კედელს დავეჯახებით და ჰაერში ავხდებით, სკილის გამოყენება ისევ შეგვიძლია, რა დროსაც მოწინააღმდეგისკენ გადახტომა მიწას დანარცხება და მისი ჰაერში აგდება შეგვიძლია 0.6 წამით. ამ დროსაც მოწინააღმდეგეს ვაყენებთ 150 physical damage-ს და ასევე მთლიანი physical attack-ის 60%-ს. ესე გამოიყურება მეორე სკილის cooldown-ი და damage-ი ლეველების მიხედვით. რაც შეეხება Kalias მესამე skills ults, ის მოწინააღმდეგეს მისი კუდით შემოეხვევა, აწევს ჰაერში და ჯეოსტიკის მიმართულებით წაიყოლებს. მიწაზე დანარცხებისას ყველას, ვინც ჩვენ რადიუსში მოხვდება, აი ამ ტარგეტს რადიუსში და ასევე targetსაც, რომელსაც წავიყოლებთ, გავუკეთებთ 300 physical damage-ს და ასევე 80%-ს ჩვენი მთლიანი physical attack-ისას. ესე გამოიყურება ultis cooldown და damage ლეველების მიხედვით. რაც შეეხება Kalias passive-ს, ის ერთი სკილის გამოყენებისას წრეს ქმნის მის გარშემო, წყლის წრეს და ამ წყლის წრეში ყოფნისას თუ კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ ჩვენს skills ნებისმიერს, ის ამ წყალს შეისრუტავს და პასივი გაუაქტიურდება, რომელიც ეგრე გამოიყურება, შემდეგ ის სამი ჩვეულებრივი დარტყმა, basic დარტყმა მას გაუძლიერდება და სხვადასხვა ეფექტი იქნება. პირველი basic attack-ის შემთხვევაში Kalia ახტება მოწინააღმდეგის გმირს და physical attack-ის 100%-ს აკლებს. მეორე basic attack-ს გაბრაზებული დარტყმების ეფექტი აქვს, რა დროსაც მოწინააღმდეგეს რამოდენიმე დარტყმას ურტყამს თითქოს ერთდროულად, მაგრამ ერთი დარტყმა არის სინამდვილეში, ამ დროს ის აყენებს მოწინააღმდეგეს 100 physical damage-ს და physical attack-ის 100%-ს. ასევე ჩვენ თავს და ჩვენთან ახლოს ყოფ teammate-ებს უვსებთ მაქსიმალური სიცოცხლის 6%-ს და ვუმატებთ 100 სიცოცხლესაც და ასევე ვუმატებთ მათ 60% magical damage-ს, მაგიურ შეტევას. მესამე basic attack-ის შემთხვევაში ის მისი კუდით მოწინააღმდეგეს ურტყამს და მის გარშემო მყოფ ყველას აკლებს 200 physical damage-ს და physical attack-ის 100%-ს. და ქმნის წყლის ახალ ზონას. ამ გაძლიერებულ დარტყმებზე დარტყმის სიჩქარის გარდა არანაირ ეფექტს არ ახდენს.
სულ ეს იყო ჩვენი კალია 4 წუთში ჩავეტიეთ რომ ეს გმირი აგვეხსნა. კალიას იმიტომ უძახი რომ პირველ რიგში სახელს ერითმება და მეორე რიგში იმიტომ რომ საკმაოდ კარგად დახტუნაობს როგორც ხედავთ და მოწინააღმდეგის გამოტანა ტურენტიდან ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. ძალიან ბევრნაირად შეიძლება ამ გმირის გამოყენება, ბევრნაირი სტრატეგია შეიძლება შევარჩიოთ თუ როგორ გამოვიყენოთ ის და როგორ მოვერიოთ მოწინააღმდეგეებს მისი დახმარებით, აი თუნდაც ეს მეთოდები რომლებსაც ეხა გაჩვენებთ. ძალიან დიდი პლუსი კიდევ ერთი რაც აქვს ამ გმირს ის არის რომ ძალიან სქელღობებზეც კი შეუძლია მოწინააღმდეგეების გატატანა და გადასვლა, როგორც აქ ხედავთ. მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით ამ ღმერთით ვიგებთ თუ ვაგებთ, დრონს ძალიან ვაგებდეთ, გადამწყვეტი ქილების მიცემა, შოტდაუნ ქილების მიცემა ჩვენიანებისთვის ძალიან მარტივად შეგვიძლია თუ მას სწორად გამოვიყენებთ. აი ეხლა რო წარმოვიდგინოთ აქ რომ ჩვენ მარქსმენს ავიწროვებდნენ, რუკაზე საერთოდ არ ჩანვართ და ფლიგერის გამოყენებით აი ესე ძალიან მარტივად მოწინააღმდეგეს უბრალოდ ვაშუქებთ, ჩავახვიტებთ და ჩვეულებრივად გააკეთებს ქილს. ერთი სული მაქვს ფულშოვის ავუბრალოდ ამ ფულშოვის ვიყიდი, რადგანაც ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი გმირი არის და ძალიან ხალისებ ამ გმირით თამაშით. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო, თუ მოგეწონათ აუცილებლად დაალაიქეთ ის და გაუზიარეთ მეგობრებს, ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ჩვენ კიდევ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Figures. These things are pretty